პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში კახეთის მხარეში საჯარო უწყებებში 81 ვაკანსია ცხადდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 7 საკრებულოში კი 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაგზავნა 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდის მეშვეობით შეეძლებათ. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების პროგრამა გამოცხადდება სექტემბერში. აღნიშნული მოიცავს 3000-ზე მეტ ვაკანსიას. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი თხოვნით რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ან მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება საკუთარ რეგიონში, საკუთარ მუნიციპალიტეტში გაიარონ სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება. თავის მხრივ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა არის, ვინაიდან სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება, რომ გაიღმავონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში.